Როგორც ცდება ქართული ოცნების პროპაგანდა რეალობას, ანუ როგორია ფასები ივანიშვილის ხელისუფლების მტკიცების ფონზე, რომ მაღალ ფასებს ებრძვის. სინამდვილეში კი ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტები, მათ შორის საკვები და პირველადი მოხმარების საგნები, რასაც განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ მოქალაქეები. არადა საკუთარი პროპაგანდისთვის ოცნებამ აქტიურად გამოიყენა ფასების კლებით საჯაროდ აღფრთოვანებული პირების კომენტარები. ეს პროპაგანდა კი საგამოძიებო კომისიის შექმნით დაიწყო, რომელშიც ეკონომიკური პროფილის მოხელეებს გარდა ოცნების სუსის ხელმძღვანელიც შედის და რომელმაც ფასების ზრდაში დამნაშავეები უნდა გამოავლინოს. მარიკა ბოლქვაძე გააგრძელებს თემას, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. ახსოვ პირველ რიგში მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ საგამოძიებო კომისიას შექმნეს, რადგან ქვეყანაში ფასები იმაზე მეტად გაძვირებულია, ვიდრე ეს ევროპაშია, სამჯერ უფრო ძვირია საქართველოში სასურსათო პროდუქციის ფასი. ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი წევრი კი თავად სუსის წარმომადგენლები არიან, ასევე პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომლის მთავარი მოვალეობა და ვალდებულება ცხადია ფასების დარეგულირება იქნება. ერთ-ერთი ასეთი წევრი პარლამენტში ამ საგამოძიებო ჯგუფის არის პარტია ნეიტრალური საქართველო, რომელმაც უკვე ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას წარუდგინა 10 პუნქტიანი გეგმა იმის მოსაგვარებლად და იმის საჩვენებლად საზოგადოებისთვის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის ფასები. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯად ეს პარტია წარმოაჩენს იმას, რომ აუცილებელია გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდეს. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი პარტიას კი ამ ნაბიჯს უწონებს და როგორც ჩანს, ამ პარტიის წარმომადგენლები ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი წევრები და წარმომადგენლები იქნებიან. რაც შეეხება საზოგადოების აზრს გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და საწინააღმდეგოს ამბობენ მოქალაქეები, ისინი ამბობენ, რომ გაზრდილია ქვეყანაში ფასები კატასტროფულად, ფაქტობრივად უჭირთ საერთოდ მაღაზიაში შესვლა, რამის შეძენა და ნორმალურად ცხოვრების გაგრძელება. ამ ყველაფრის ფონზე კი ქართული ოცნება თავის პროპაგანდისტულ მანქანას ამუშავებს, პროპაგანდისტული არხების ეთერში ფასების ზრდას, ოპოზიციას აბრალებს, რომლის უდიდესი ნაწილით ახლა სწორედ ქართულ ოცნებას თავის ტყვეთ ყავს ნაქცევი. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ მოქალაქეების პოზიცია გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით. მაყოფილი ვერ ვიქნები, ქართველი ადამიანი ასეთი ყოფით ვერ იქნება მაყოფილი, ჩემისავე. საღად მოაზროვნეზე მაქვს საუბარი. ჩვენი მტერი გმართავს ეხება, ჩვენი მტერია ჩვენ თავრობაში და ანას უნდა ვიყო მაყოფილი. ფასების შესაბამისად კატასტროფული. ქართველთა გენოციდი მიდის საქართველოში. რა საგამოსიო ეს ყველაფერი ბუტაფორია და ზღაპარია. ეგეთ რამე არ არსებობს საქართველოში. ხელოვნურად არის ათეული ფასი. სპეკულანტების ხელშია ეს. თუ ევროპაში სამჯერ ჩვენზე იაფია საქართველოს ესეთი ქვეყანა ზღაპარით, რატო უნდა იყოს ესეთი დიდი ფასებია. ყველაფერზე რა. მარტო ხალვაზია, იაფი ორი ლარი. მანდარინი 2.5 ლარი, ხალვაზი. ყველაფერი ასე არ ყოფილა საქართველოში. საქართველოში ძვანი, ყველი ესეთ რაღაცები რო ძვირიღირდეს. მაღალი ფასებია, რა თუნდა ლაპარაკი და ყველას გვიყავს ჯიბეზე, ეგ არის. ისევე როგორც ყველა საკათე, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს, მაგაში კომპეტენტური არ ვარ და ვერ გეტყვით. გაძვირებული არის, მაგრამ ხა რა ვიცი, ანუ ისეთ საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევ და ვერაფერს ვხედავდა. გაგიჩნდათ აბა. ევროპაში არსებულ ფასებთან დაკავშირებით სამჯერ ძვირია საქართველოს კი ბატონო. კი. მაგრამ მაინც რავი, კარგად ვარ. თემაზე ეკონომისტები მსჯელობენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდა ახლა რეალურად ქართული ოცნების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და მთელი ეს პროცესი, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია იმისთვის, რომ ქართული ოცნების გაზრდილი ფასები დარეგულირდეს, ფარსია ქართველი ხალხის მოსატყუებლად. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები დიქტატორული ქვეყნების წარმომადგენლებს ახასიათებენ, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, თითქოს ისინი რამეს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა დარეგულირდეს და შემცირდეს ფასები. პრემიერ-მინისტრის სიტყვებიდან უნდა გამოვიდეს ამ შემთხვევაში. მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ სისტემური კორუფციაა ქვეყანაში, არაფორმალური სისტემური კორუფციაა, სადაც ბიზნეს სუბიექტებს აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული მფარველობის ქვეშ
განახორციელონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა. საქმე ეხება სასურსათო პროდუქტებს, ანუ ეს არ არის იმ ტიპის საქონელიდან მომსახურება, რომელიც ბუნებრივ ბარიერებს ქმნის ბიზნესში. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არის, რის გამოც მოგების მარჟა საქართველოს შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საფრანგეთში ან გერმანიაში, მაგრამ საქმე, როდესაც სასურსათო პროდუქციას ეხება, აქ ცალსახად ეს დარგი, ეს სფერო უნდა იყოს კონკურენტული. თუ ბაზარზე შესვლის ბარიერები არ გვაქვს, და არ გვაქვს ფორმალური ბარიერები, არ არსებობს რაიმე ისეთი ბარიერები, რაც შეიძლება არსებობდეს ამ ტიპის ბიზნესში. შესაბამისად, თუ ასეთი ბარიერები არის, ის ხელოვნურია და ხელისუფლების მიერ არის შექმნილი ასეთი ბარიერები. ჩვენ გვაქვს მაგალითები, არსებობს ქვეყნები, დიქტატორული ქვეყნები, არაკარგი ქვეყნები, სადაც აკრძალული არის რაღაც ფასდამატები და ასე შემდეგ რა. ეგრე არ მუშაობს ეკონომიკა, ხელოვნურად მაგის შესწორება შეუძლებელი არის. ჩვენ გვახსოვს იგივე ნაირი სხდომები ლუკაშენკას მიერ გამართული, ავარია ამბავი არის პოპულიზმი, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, რომ ხალხს აწუხებს გაზრდილი ფასები და ქმნიან სურათს, რომ ვითომ რაღაც აკეთებენ და მეორე შეიძლება იყოს რაღაცა ბიზნესთან ესეთი ენი ლაპარაკი, რომ დამატებითი კონტროლის მექანიზმები გაუჩნდეთ. თორე ქართული ოცნების მიზანი არ არის ამ ხალხის კარგად ცხოვრება რა. ესე რომ იყოს ქართული ოცნების მიზანი ამდენი წლის განმავლობაში ფულს არ მოიპარავდნენ ხალხის ჯიბიდან, საბავშვო ბაღებიდან და ასე შემდეგ. წლებია ხელისუფლებაში არიან და სულ იპარავენ, ხო? ან თვითონაც ადასტურებენ ამას და რაზე ვლაპარაკობთ? ეხა უცბად 13 წლის მერე კეთილები გახდნენ და აღმოაჩინეს, რომ ცუდები არიან და გაკარგდებიან, ხო სისულელე არის ეს ყველაფერი. დიახ, მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა საგამოძიებო კომისიის შექმნა დაანონსა იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული გაძვირებული სასურსათო ფასები დარეგულირდეს. მან გაძვირების მიზეზად მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟა დაასახელა, თუმცა როგორც მოისმინეთ, როგორც ექსპერტები, აგრეთვე მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების და ეკონომიკური ნაბიჯების შედეგია ის, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე ფასია გაზრდილი, რაც ინფლაციას იწვევს. ახლა მოქალაქეებიც, ექსპერტებიც, როგორც მოისმინეთ, მიიჩნევენ, რომ ეს საგამოძიებო კომისია ქართული ხალხის თვალის ასახვევად არის შექმნილი და არ ექნება რეალური შედეგი.